მეათე სამეფო, ნაწილი პირველი. მე ვირჯინია ვარ, ლიფტის მხარეს ვცხოვრობ. დაახლოებით. მამა ჩემი დამლაგებელია და ამიტომ ცენტრალური პარკის ახლოს გადმოვედით. შეიძლება იფიქროთ, რომ მამასთან ცხოვრება არც ისე კარგია. შესაძლოა მართლ ვიცხართ. მაგრამ მე ხომ ერთადერთი ვარ, ვინც მას გააჩნია. მე ჩემს ამბებში ვარ გაბმული. და გრეიბარის მიმტანი ვარ პარკში. მაგრამ ოდესმე ვიპოვი პარტნიორს და საკუთარ რესტორანს გავხსნი. ერთი სიტყვით, კარგი ადამიანი მჭირდება, რომელიც კერძებში ერკვევა. ხედავ? მავთულები გამოგლიჯეს. ეს ელექტრიკოსების საქმეა, მაგრამ ჩემს მეტი არავინ გააკეთებს ამას. სად მიდიხარ? სამსახურში, მამა, როგორც ყოველთვის. როცა დაბრუნდები, კიბით ამოდი. ყოველი შემთხვევისთვის. ფიფქიეს სახელობის ციხე. მეოთხე სამეფო, 6 საათი და 2 წუთი საღამო. ვინ არის აქ? შორეული პროვინცია. მეოთხე სამეფო, 6 საათი და 3 წუთი, საღამო. და მაინც სად მივდივართ? ბინტაუნში, თქვენი სამეფოს სამხრეთ ნაწილში, სერ, რათა ტახტი წამოვიღოთ, რომელიც სპეციალურად თქვენთვის დამზადდა. მეტი შორეული ვერაფერი მოიფიქრეთ, ნადირობა როდის მოვასწრო? მოთმინება, სერ. ჩვენ აუცილებლად უნდა გავჩერდეთ ფიფქიას ციხეში. ატანა არ მაქვს ამ შორეული პროვინციების და არც ადგილობრივების. თქვენი დედინაცვალი დედა გთხოვდათ შეწყალებას, რაზეც, რა თქმა უნდა, ჩვენ უარს განვაცხადებთ. გეყობათ. რა უბები ხართ და თქვენ ტროლებად მიიჩნევთ თავს? ყვაპატიე, მამა. ეს აღარ განმეორდება. გოდიში, მამიკო. იცოდეთ ბოლო შემთხვევაა, როცა გასაჭირიდან გამომყავხართ. მამიკო, გაიჯურე ის ფეხშაჩმელები. როგორმე თვითონაც მიხვდები. იცი რას ვფიქრობ? გონი ამ ქვეყანას ისეთი ადამიანები სჭირდება, როგორიც მე ვარ. რომლებიც კაპიკების გამო 6 სამსახურში იკლავენ თავს, ნაწილებად იშლებიან. და 10-15 წელიწადში ამ ქვეყანას ბოლო მოეღება. უფრო კი ჰუმანურ საზოგადოებას, სადაც ადამიანები ერთმანეთს ეხმარებიან, საბოლოოდ კი დავიღუპებით. ნეკნების მწვადი ელექტროღუმელს ედებს.
ტონი, უკვე ნახევარი საათია ლიფტს ვიძახებ. მეგონა გააკეთე. დიახ, სერ, მაგრამ ისევ გააფუჭეს. მიდი დროზე მორჩი. კიდევ წყლისადენები უნდა შეამოწმოთ, რომ ყველანი ჭკუიდან გადავალთ. მილებში მარტო ჰაერია. სისტემას მოწესრიგება უნდა. ჯერ გამოჟონვას შევამოწმებ მეცხრე ბინაში და შემდეგ ამ საქმეს მივხედავ. ტონი, იცი რას გეტყვი? უამრავი ადამიანი ოცნებობს შენი ადგილის დაკავებაზე. უამრავი ადამიანი. დიახ, სერ. მთელ მის სისტემას ჩავრეცხავდი. კარგად, მამა. კარგად. მოიცადე. პარკით არ წახვიდე, მპირდები? კარგი. მოსასხამი მიგაქვს? ხო, მართლა, სადილად რა დამიტოვე? მოიცადეთ. მოდით ჩემთან. კაცრი რეჟიმის განყოფილება, განსაკუთრებული პატიმრებისთვის. ხომ ვერ მეტყვი? სად არის ლამაზი ხალიჩები და ულამაზესი დახვედრა? დარწმუნებული ვარ, არ დავიწყებია თქვენი ვიზიტი. ელფების წევლა. მადალი ხარ. მიდი რეჟიმი შეამოწმე. ჩვენია ყოფნა არ შეიძლება. აქ ჩვენი შემოსვლა არ შეიძლება. მათ აქ ჯეჯოფალი ყავთ. პატიმრებთან კონტაქტში შესვლა სასტიკად აკრძალულია. არავითარი ფიზიკური შეხება პატიმრთან. მამა, ტყუილად ვაკეთებ ამას. შესვლა აკრძალულია. საჭმელი დატოვეთ. მამა, არ გინდა, სად მიდიხარ? ეს ხომ მახია, არ გინდა. მამა, კარი გააღეთ. და ყველაფერს მიიღებთ, რასაც მოისურვებთ. ჯაილს. ჯაილს. არავითარი მნახველები ან მოვაჭრეები. არის აქ ვინმე? ჯაილს. გამარჯობა, პრინჩო. იმაგრამ ხომ არ დაშავდი? ახლა მე მივხედავ ამას. არა, მე ვნახე პირველად. არა მე. მე ვნახე. გაჩუნდით. უენდალ. შენ გრძელი გზა გამოიარე. აქ გარკვეული დროის გატარება მოგიწევს ჩემო პატარა სულელო შვილიკო. შენ ამისთვის პასუხს აგებ. როგორ გეკადრება? ეს შენ დაიწყებ ჩემს ფეხებთან დამხობილი საჭმლის ხვეწნას. იცი ეს ვინ არის? ეს ძალიან განსაკუთრებული ჯადოსნური ძაღლია. იმედი მაქვს გიყვარს ძაღლები უენდალ. რადგან სიცოცხლის ბოლომდე ძაღლი დარჩები. მოდი ჩემთან პრინც უენდალ. ნუ უყებ ადამიანებს. დაიჭირეთ. შეაჩერეთ და მომგვარეთ. დავიჭეთ. ის ვერ გაიქცევა, ჩვენ ციხეში ვართ. აბა თქვენო უდიდებულესობავ. როგორ მოგწონთ თქვენი გარეგნობა? სად?
სად არის ჩემი კუდი? გონია რომ გარკვეულ ასაკში იწყებ იმის გააზრებას, რომ არაფერი არაჩვეულებრივი აღარ გადაგხდება. ეს ალბათ უკეთესობისკენაა. ზოგ ადამიანს ასე უწევს გაიაროს შეუმჩნეველი ცხოვრება. დამაგვიშვით! ხშია! გუშის მერე არაფერი მიჭამია. გამომიშვით. მომეცით გასაღები, გამომიშვით. შენ მე? ვინ ხარ? მე ერთი პატარა კაცი ვარ, რომელიც უსამართლოდ გამოამწვდი ეს აქ. ნუ მაიძოლებ მეორედ გკითხო. მე ნახევრად მგელი ვარ. გამოგიშვებ. თუ კი დამთანხმდები რომ იყო ჩემი ერთგული მსახური. საუზმე, სადილი, ვახშამი. მე შენი ერთგული მგელი ვარ. ერთგულება ჩემ მეორე თვისებაა. მე პრინცი უენდალი ძაღლად ვაქციე. კარგი ეზრია. იპოვე ის. დაასწარი ტროლებს. ტროლებს? მოიცადე. მომეცი შენი ნება. გახდი ჩემი. რათა მე შემეძლოს შენი მართვა. ყველაფერი გაიგე? დიახ. აქ რა ხდება? ელფების ყევლა. სად ვართ? ეთი ამას შეხედეთ. ეს არ არის მეცხრე სამეფო. ჩვენ ზარდოსნურ ქვეყანაში მოხვდით. ამ ცეცხლს შეხედე რამდენია. ალბათ იქ ათასობით სანთელიანთია. ხმა დაგვემყრო ეს სამეფო. არაჩვეულებრივია. უნდა დავიწყოთ მოქმედება, სანამ ვინმე დაგვასწრებს. ამიერიდან ეს მიწები და მისი ბინადარნი ტროლების საკუთრებაა. და ჩვენ ამ სამეფოს დავარქმევთ. რა დავარქვათ? მეათე სამეფო. მეათე სამეფო. ერთ თვეში გავანადგურებ ფიფქიას შექმნილს. უენდალის სასახლეს დავიპყრობ და მის სამეფოს. და იმისთვის რომ გამათავისუფლე, მის სამეფოს ნახევარს გაგიყოფ. მის სამეფოს ნახევარს? რა ჩაიფიქრე? ის სამეფო ძალიან დიდია. ნება დამრთე შენიშვილების დახმარებით პრინცი შევიპყრო. სულ ეს არის?
და რა თქმა უნდა არავისთან წამოგცდეს აქ რაც ნახე. მე თვითონ ავარჩევ. სამეფოს რა ნაწილი მინდა? ღმერთო, გადავუარე. კარგად ხარ? მაპატიე. სად არის შენი პატრონი? საყელური რატომ არ გიკეთია? აქედან წავიდეთ. გამარჯობა. ჩემი საფულე. ნახე, არც ესაა ტყავის. ამათ რა წესიერი ფეხსაცმელი არ აქვთ? ეს რაღა? ჯადოშნობა. არა ვირჯინია, წავიდეთ აქედან. აი, იქ რაღაც არის. ნახე. დაღლის ბეჭვი. და საფულე ტყავის სულ ახალია. ავნის შემთხვევაში დაუბრუნეთ ვირჯინია ლუის. ბინა ნომერი 2006. 91 ქუჩა. 91 ქუჩა? აქ ასე წერია. ხოძე წავედით. წავიდეთ. ხარცე. გამარჯობა. სად იყავი შენზე ხელის დაფარება მომიწია. მადლობა. რა გჭირს? შუბლიდან სისხლი მოგდის. ველოსიპედი დავამტრიე. საფულე დავკარგე. მაგრამ სამაგიეროდ ახალი მეგობარი მყავს. გამარჯობა. ველოსიპედით დავეჯახე, მაგრამ გონი რიგზეა. არაფერი სჭირს. რა ქვია? საყელური არ გქონდა. აბა ვნახოთ. ნამდვილი პრინცი ვითხარ? გამარჯობა პრინც. გამარჯობა. რა გემრიელია. გაიხსენე რატომ ხარ აქ? იპოვე პრინცი. მაგრამ ვინმე ხომ უნდა ჭამოს? ასე არ არის? არ შეიძლება მშიერ კუჭზე მუშაობა. ძაღლის უნიმცემს. წარმოგიდგენიათ? ავდგები და შეუხამებ სასიამოვნო სასარგებლოს. ესე იგი შენაკ დარჩები და მე შემოგივლი ხოლმე. არ იხმაურო. თორემ შენს გამო გამათავისუფლებენ. შუმად. თორემ გარეთ გაგაგდებ. ჩვენი საფირმო კერძია, ცხვრის ხორცი. ჩემი საყვარელია. იმედია ის ახალდაბადებული ბატკანია, ახალგაზრდა და წვნიანი, რომელიც მხიარულად კუნტრუშებს გორაკზე. აბა, თავი ხელში ავიყვანოთ. წემსი ალბათ აქვეა. ყურადღებას გვაქცევს. ან ტკბილად ზინავს ეს პატარა გოგონები. მაგრამ მე მათ არ შევჭამ. თუ შემხვდება ბატკანი, რა თქმა უნდა, ცხიმიანი, დაბეგვილი ხორცის. მე არ ვარ ძუნწი. ანუ ძუნწი ვარ. არ ვიცი, ვერ გამოვხატე ცხოველური მადამ აქვს. დანამდვილებით გაუმაძღარი ვარ. მართლა ასეა. ასეთი ვარ.
ელფების ჭყევლა. ეწლი მოგვართვეშ. კარგი. აბა რა არჩიეთ? არა, ეს სულაც არ არის აუცილებელი. მე ვგულისხმობ საკმარისია რომ მან შიშით შემომხედოს და შემდეგ უკვე შეგიძლიათ მომართვათ. არავითარი კარტოფილი, არავითარი ბოსტნეული, მხოლოდ ხორცი. წითელი ხორცი, როგორც ქალწულის ღაწვები. უკაცრავად ვერ გავარჩიე. მარგარიტა დოქით, დიეტური კოლა და 2 ლუდი და ჩემს მეუღლეს უკაცრავად 1 წუთით ახლავე დავბრუნდები. საკმარისია, შენი გაგდება მომიწევს. საფრთხეში ვარ. კარგი, კენდი, ძალიან სასაცილოა. ესე იგი ეს შენ დაწერე? აბა ერთხელ დაყეფე. კარგი. აბა ახლა ორჯერ. ესე იგი თქვენ უკვე აქ ცხვრის ხორცს და 6-ში გათბილურდეს. დიახ. მოიცადე, ინაღამ დამავიწყდა. მე კიდევ ერთი გოგონა მჭირდება. რომელმაც ჩემი ძაღლი იპოვა. ესე იგი ის თქვენი ძაღლია? ვეტყვი ვირჯინიას რომ თქვენთან მოვიდეს. ესე იგი შენ ყველაფერი გესმის, რასაც მე ვამბობ. შეწყვიტე. და ვინ არის საფრთხეში? ჩვენ ორივენი? მოიცადე. 1 წუთით. თქვენი აქ შემოსვლა არ შეიძლება. ალბათ დავარდნისას დაშავდა და სახლში წავიდა. ჩემი საწყალი ძეხვი. მითხარი საცხოვრობს და სადმახო. ამის თქმა არ შემიძლია. მე თქვენ საერთოდ არ გიცნობთ. მე შეგიძლია მითხრა. აი ჩემი სახლიც. ახლა კი უნდა წახვიდე. კარგი, მხოლოდ 1 ღამით დარჩები, მაგრამ მერე წახვალ. ნამდვილად გავგიჟდი. როგორ შეიძლება ძაღლთან საუბარი? არ არის საჭირო ჩემი დამშვიდება. ეს მისის გრეიფსია მეზობელი. მისი მეუღლე და მათი შვილი ერიკი. რა დაემართათ? აქ დაიცადე. მოიცა. მამას ვნახავ. მამა მამა გაიღვიძე. რა შიტყვი? აი ვიპოვე, შეხედე. რბილი ტყავი. შვენიერია. ძალიან მაგარია. იდი შემოწიალდი აბა.
გამარჯობა გოგონა. ეს ფეხსაცმელები, რაც უნდა დული ფეხსაცმელს? ყველა გაფუჭებულია, საშინელება. ისე შენ არაჩვეულებრივი ფეხსაცმელები გაქვს, მაგრამ ძალიან გაფუჭებულია. მაგრამ ჩვენ ასობი წვილი გვაქვს. ჩვენ გვესმის ამ საკითხში რაღაც. ვინ ხართ და რა უქენით მამა ჩემს? მას უბრალოდ ჟინავს ჯადოსნური ფხვნილით დავაძინეთ. როგორი ფხნილით? ტროლების ძალოსანი ვარ. მთელი მე-9 სამეფოს საშინელება. მე ტროლი ლამაზმანი ვარ. მთელი მე-9 სამეფოს შიში. მე კი ტროლი ახალი ზარი ვარ. მთელი მე-9 სამეფოს რისხვა. ახლა გითხარი შად არის შიში? წარმოდგენა არ მაქვს რას გულისხმობთ. სად არის პრინცი უენდალი? ძაღლი. სამამდე ვითვლი. შემდეგ კი ფეხსაცმლის წყვილად გადაგაქცევთ. ერთი და კანის ნაწილს მოგაჭრი. 2 და ფეხსაცმლის ფორმას გამოვჭრი. 3 და ზონარებს მოგსო. კარგი, ყველაფერს გეტყვით. აქ არის. გარეთ იცდის იქ. კართან. ჩაგვიყვანე მასთან. სად არის? იქ იმალება. იმ კარის უკან. აქ არის ეს ოთახი. შენ ეშმაკი ხარ. აქ არავინა. აქ არის აქ. ახლა საიდუმლო კარს გავაღებ და ნახავ სადაც იმალება. არა. კარი გააღე. ჯანჯაბა ელფებს. წამოდი გავიქცეთ აქედან. მამა კარგად იქნება. ვინც უნდა იყოს წადით. გამარჯობათ. ხედავ ტროლებს დაუსწრიათ ჩემთვის, მაგრამ არა უშავს. ამ ღამით, მხოლოდ ამ ღამით შემიძლია შემოგთავაზოთ ერთი არაჩვეულებრივი წინადადება სახელით მოეღოს ბოლო ყველა პირად და ფინანსურ პრობლემას. ერთი წუთით, ერთი ნაბიჯი და პოლიციას გამოუძახებ. წინადადების პირობები იცვლება იმის მიხედვით, თუ სად მდებარეობს თქვენი ქალიშვილი. თუ ამას მეტყვით, თქვენ მიიღებთ ბურთს, ჯადოსნურ ბურთს. თუ კი მას შეჭამთ, მაშინ თქვენ 6 სურვილს აისრულებთ. ეს არის? წარმოუდგენელია. რას გულისხმობ? რა მწიფე? ფუმფულა და საყვარელი გოგონაა. გემრიელი და მადის აღძვრელი. ჩვენ წარსულს თუ თვალს გადავავლეთ, ეს ყველაზე საშინელი ჯადოა, რაც კი თავს დაგვრდომია. ჩვენ ხვდებოდა უბედურება, მაგრამ ეს მეტია. ეს გოგო ძლიერი ჯადოქარი გამოდგა. მე ვფიქრობ, ჩვენ მის ჯიბეში მოვხვდით. და? რა თქვი? გონი მან დაგვაპატარავა. ასანთის ყოლოფში ჩაგვსვა და ჯიბეში ჩაგვიდო. ნუ მაჩინებ. თავი გაანჯრიე სულერო. როგორ უნდა მოხვედრილიყავით ასანთის ყოლოფში, იდიოტო? მაშინ სად არის დანარჩენი ასანთის ღერები? სად არის ასანთის ღერები, მითხარი?
რა შვება? 6 საოცნებო სურვილი. წარმოიდგინე ყველაფერი რაზეც გიოცნებია. შენი მოკრძალებული საცხოვრებლით თუ იმსჯელებთ, ჯერა ბევრი შეცვლა გინდა. მართალი ხარ? არა. მოდი, ადექი დაწადი ჩემი სახლიდან. ეს ხომ ხუმრობა არა? არა, ეს შეულებრივი გარიგება 6 სურვილით. 6 სურვილი, უკვე ჩაფიქრებულს ვეღარ ჩაიფიქრებ. არ შეიძლება ჩაიფიქრო 5 ან 1000. ეს სამართლიანი გარიგებაა. აბა სად არის შენი ძვირფასი ქალიშვილი? და რა გინდა მისგან? მხოლოდ იმ ძაღლის დაბრუნება, რომელიც მან იპოვა. ძაღლის? კიდევ ერთი საჩუქარი მაქვს, რომელიც მას პირადად უნდა გადავცე. თუ გისამსახურში არა, მაშინ ჩემს სიდეთთან იქნება, რომელიც ვირჯინიას ჩემ წინააღმდეგ განაწყობს. და თქვენ სიდეთს უყვარს ყვავილები? რაც მას უყვარს ფულია. მისამართი გთხოვთ? სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა. მოიცადე და ეს ხანგრძლივად მოქმედებს? არ ინერვიულად, მხოლოდ პირველი 3 საათი მოქმედებს. ესე იგი ნებისმიერი სურვილი. კარგი. ჩემი პირველი სურვილი. ჩემი გამარჯობა. ვინ არის? მე ვარ ბებია, როგორ ხარ? გამარჯობა. მე კიდე მეგონა რომ დედა შენი მოვიდა. მაპატიე რომ იმედი გაგიცრუე. წინააღმდეგი ხომ არ იქნები დღეს შენთან რომ დამრჩე. იცი? ოდესმე ის მართლა დაბრუნდება. ისევ შემოფრინდება სახლში ზარის გარეშე. როგორ გგონია? ასპინში ხომ არ არის? მას ყოველთვის უყვარდა თოვლი? არა მგონია. უკვე დაბრუნებული იქნებოდა. 14 წელი თხილამურებზე სრიალისთვის საკმაოდ დიდი დროა. მე ძვრილმანენო იქნები. ღმერთო, ეს რა არის? ეს ძაღლია, რომელიც დღეს ავიყვანე. როლანდს მოაცილე. ალბათ რწყილებიც ეყოლება. ყავს რწყილები. მადლობა. შენ ჯერ კიდევ შეგიძლია დაიკავო ღირსეული ადგილი საზოგადოებაში. ჯერ კიდევ მაქვს კონტაქტები. დედა შენის დებიუტი რიც კარტლონში ტრიუმფად იქცა. 19 წლის ასაკში. მას შეეძლო დაეპყრო ნებისმიერი თავისუფალი მამაკაცი ნიუ-იორკში. და ვინ აირჩია? მამა შენი. თუ დაიღუპავ ცხოვრებას დედა შენივით. ხედავ რომ ყველაფერი მეორდება. შენ მიმტანი ხარ? რა საშინელება? და ვის შეხვდები? მზარეულის რომელიმე დამხმარეს? არა. რა თქმა უნდა შენ არ გაგიკეთებია წყლის მილი. შენგან ამას ველოდი, მაგრამ ეს უკვე მეტისმეტია. მე შემიძლია აგიხსნათ ყველაფერი, რაც აქ მოხდა. ახლა შეუდგები საქმეს. არა. ამას უკვე მე მივხედავ. მე მინდა, რომ შენ და შენმა ქალიშვილმა დღესვე დატოვოთ მინა. შენ გათავისუფლებული ხარ. არა, გთხოვთ, მისტერ მიურეი. შენ საბრალო არ ამზადავ. მე მინდა, რომ შენ და მთელი შენი ოჯახი ფეხებს მიკოცნიდეთ და ჩემი მონები იყოთ სამუდამოდ. აბა გაიმეორე ერთი რა თქვი. ბატონო.
რამდენი ხანი უნდა გრძელდებოდეს ეს ჯადო? გონი არც ისე ბევრი დარჩა. 100 წელი? მეტი არ იქნება, შეიძლება 50. მაშინ ჩვენ მდგომარეობას უნდა შევეგუოთ და ერთმანეთი არ უნდა შევჭამოთ. მეცადოთ რომ ერთმანეთი არ შევჭამოთ. მართალია. უნდა მოვითმინოთ 100 წელი და თუ გაგვიმართლებს, ადის მხოლოდ 2/3-ს მოვიხდით და ადრე გავალთ თავისუფლებაზე, ასე არ არის? გონი შემეშალა, მაბადიეთ, მე ვირჯინიას ბებიას ვეძებ. მე ვარ. შეუძლებელია. მისი უფროსი და დედა, მაგრამ არაბებია. თქვენ ისეთი მშვენიერი ხართ. რას ამბობთ? მე არც მოვწესრიგებულ ვარ ჯერ. შეიძლება შემოვიდე, ყვავილები უნდა გადავცე. შეიძლება, მაგრამ ვინ ხართ? მე და ვირჯინია დანიშნულები ვართ. დიდი ხანია. დანიშნულები? მაგრამ მას არაფერი უთქვამს? როგორ გავს ეს მის საქციელს? ის მორიდებულია. სხვა გოგონები დაიწყებდნენ თავის მოწონებას, მაგრამ არა ვირჯინია. კი ბატონო, მობრძანდით, მე უბრალოდ გამოვიცვლი და მოვწესრიგდები. კი ბატონო. კარგი, აბა. მე მინდა ლუდის დაუსრულებელი მარაგი. 2 და შენი აზრით ამით შეიძლება დაგმაყოფილდე. მაგარია. მიურეი. შენ ეს უნდა ნახო. იცი იქ მაცივარში კიდევ. რასაკეთებ? მე მომეჩვენა რომ საკმალისად სუფთები არ იყო თქვენო ბრწყინვალებავ და უნდა გავწმინდო. მაჩვენე ენა. კარგი, კიდევ 5 წუთი. აბა დედა, როგორ უმკლავდები კარს? კი, თითქმის დავასრულე. იჩქარე. არა, მოიცადე. ერთხელაც საკმარისია. გახსენი ჩემთვის. აბა კიდევ რა ვისურვო? მე მინდა რომ ისეთი რაღაც მქონდეს, რაც ალაგებდეს ჩემს სახლს, ისე რომ ხელის განძრევა არ მჭირდებოდეს. მოწმინდე.